გაიცანით, ეს არის პეპია ჩემი მანანა ბებო. Რამდენიმე თვის წინ სამწუხაროდ პეპია გარდა მეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს. დავიფიქრე, რომ ის საპატივცემულოდ ნახატი დამეხადა და ჩემი ასით ნორმალური გამომივიდა. პეპია ჩემი იყო ძალიან კეთილი ადამიანი, ძალიან უყვარდა უფალი, შეიძლება თავისი ნაკლებიც ჰქონდა, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა. პეპიაჩეთან მე ბევრი საერთო მაქვს, მაგალითად მეც მის სავით ძალიან ნერვიულობ, ან ბევრი ლაპარაკი მიყვარს მის სავით და ასე შემდეგ. ხოლმე როდესაც სკოლას მომთავრებდი, ხოლმე პეპიასთან როცა შევდიოდი, საჭმელს ვჭამდი, მეც ადინეობდი მასთან, არა მის სახლში უკაცრავად. ტელეფონს უყურებდი, ან გაკვეთილებს მეც ადინეობდი, ან მას ველაპარაკებოდი და ესე იყო იქამდე სანამ არ გარდაიცვალა. მანანას ძალიან უყვარდა საჭმლის გაკეთება და არაფრის დიდებით არ უნდა და ის დაეჭირებინა, რომ პენსიონერი იყო. ვიცოდა თვითონ პენსიონერი იყო, მაგრამ ხო ხვდებით რას გულისხმობ, ანუ უნდა რომ ახალგაზრდა ყოფილიყო და ეგრეც იყო. სულიერად მართლა ახალგაზრდა იყო, რადგან სულ თავისი ლამაზეს ესრულნავდა და ენერგიული ქალბატონი იყო. თვითონ ნახატის ხატვის პროცესი გაგრძელდა 4 გაკვეთილიას დაახლოებით არის 8 საათი. ამ ნახატის დახატვა რთული იყო, რა თქმა უნდა, რადგან პორტრეტი არის და პორტრეტი არის ჩემი სუსტი წერტილი. მაგრამ საბედნიეროდ ანიმასწრებელი დამეხატა და დამეხმარა უკაცრავად და მის გარეშე ამ ნახატის დახატვას ვერ შევძლებდი. ვაღიარებ ამას. და ძალიან მიხარია, რომ მანანა დავხატე და ესევეც სიპატივი ჩემებურად. საბოლოოდ ნახატი ესეთი გამოვიდა. აბა მაინტერესებს როგორ მოგეწონათ. დამიწერეთ.